მოგესალმებით, სიფასოს ნომრებო, ახალგაზრდებო, მეგობრებო, ყველას იცით დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ვიათ გამსახურდიას დაბადების დღისადმი ვიძღვნილი ეს საღამო, რომლის იდეაც ძალიან სპონტანურად რეპეტიციის დროს დაიბადა. დღეს თვითონ აი იმ ახალგაზრდების თაოსნობით და ძალისხმევით, ვინც არაერთხელ წარდგა თქვენს წინაშე აი ამ მცირე სცენიდან და დიდი სცენიდანაც კი დღეს გვინდა რომ უბრალოდ ეს იყოს ძალიან ისეთი სიყვარული სითბოს საღამო, რომელიც იქნება ძირითადად ორი ძმის, ქრისტესპიერი ძმის, ზვიად გამსახურდიას და ვერა კოსტავას მეგობრობის შესახებ ძირითადად. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩვენი წარმოდგენის ფორმა ძალიან უჩვეულოა. რადგანაც ეს დაიბადა ჩვეულებრივ აი სტუდიური მუშაობის დროს, როგორც აკვეთილი შეიძლება ასე ითქვას, ჩვეულებრივი თეატრალური სამსახიობო გაკვეთილი, გადავწყვიტეთ, რომ ფორმას მთელი აი ამ ღონისძიებისათვის იგვეცა აი ამ გაკვეთილის ფორმა და ძალიან უშუალოდ, როგორც თან იმასაც გაგაცნოთ, როგორ ვატარებთ ამ ჩვენს გაკვეთილებს, როგორი არის ის სავარჯიშოები, რომლითაც ისინი ემზადებიან თავის სამეწყობლო აპარატს ავარჯიშებენ მთლიანად სამსახიობო ოსტატობას და თუმცა აღარ ის ბევრი საუბარი ჯობია რომ გადავლოცოთ ამ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს ლამაზი დღე და დავიწყებთ თქვენი სტებართვით. სირესენადება საკმაოდ ცოტა დაიჭირეთ კარგი წრეო შეიკრას ასე აბა პირველი ვისაც ვიცით ხოლმე ვახურებ სამეწყობლო აპარატს დავიწყეთ უცებ ყველა სანამ ესენი ახურებენ სამეწყობლო აპარატს მინდა გითხრათ რომ ჩვენ სამეწყობლო აპარატში ძალიან ისემაც შეიძლება მოგიჩვენოს მაგრამ მაინც ცხვირის ნიშნები იმიტომ რომ ორი გერა გამოდის ცხვირში ასე რომ ცხვირსაც ვარჯიში უნდა და თვითონ ენასაც ასასაც ხორხსაც და თითქოს ხო უნდა და უნდა დიაფრაგმა. კარგი, აბა ახლა სუნთქვა ავიღოთ და გამოვხვალთ ხომებზე დავცალოთ ცხვირის ბგებს 3 4 მოდი აბა ახლა იგივე სიტყვასიტყვით ასე მოყოლებით დავიწყეთ იგივე პერიკასი ხარები შეუბანს შეუსაბა სახნი სახნი უღელტ
ატეურებია. ბერიკა, სხარები. შეუღალს, შეუსაბამს. დავაჩარე. უღელ, ტაპიკ, ატეურები. როგორ შეუსაბამს? სახლის, სახლები. უღელ, ტაპიკ. ატეურები. ამოსაბამს. სახლები. უღელ. ტაპიკ, ატეურები. ვერცი, ქადრეხილი. ჩემსა. ქადრეხილს რას? ერჩოდა. რას? ებრძოდა. რას? ერქადრეხილებოდა. ვერცი. ქადრეხილი. ჩემსა. ვერცა. ქადრეხილს. რას? ერჩოდა. რას? აი. მოდი ახლა ეს გასაგები ხასიათებში. აბა სიცივი. მოდი მეუშა. აბა სიცივში. შენი ვერცი. ქადრეხილი. ჩემსა ვერცა. რასე ქადრეხილი. Ăștia, aba! Chiar voi ești siguri? Nu vă știu ce Așa rui, vedi? Sigur era de gaură, asta nu gaură cu gage. შენი ვერდირ ქაგრეხილი ჩემსა ვერცა ქაგრეხილსა რასე ჩოდა რასე ქაგრეხილებოდა Gage, აბა, მოსეკვავე მიდამოდი. Vedi? Seguai. შენი ვერდი ქადრეხილი ჩემსა ვერცა ქაგრეხილსა რასე ქაგრეხილებოდა Aia. Aba erdi aba.
ისმენ ჩემს ხმას და წარმოისახავ ყველაფერს, აბა? ვის ხმა, აურების ხმა. წარმოვიდგინეთ, აბა, ყველამ ვიცით, გემი არბო რა ფორმის იყო, ნიჩბებს უსწავლელი. დიდი უშველებელი გემი მოცურავს მოადგარ კოლხეთის სანაპიროს. ნაპირიდანვე შეამჩნიეს მაღალი მთა, რომელზეც მაღალ ხეზე ოქროს საწვისი ხილია და რომელსაც გველეშაპი იცავს. ყველა ვიხსენებთ აი ამ ლეგს არგონავტების შესახებ, როგორ მისცა მეფე აიეტმა დავალება იაზონს, როგორ შეუყვარდა მედიას და იაზონს ერთმანეთი, შეყვარებულმა მედიამ როგორ მოახერხა, რომ აი იაზონს ყველა ის დავალება შეესრულებინა, როგორ გაიტაცეს ოქროს საწვისი და ერთი ვერაგული ხანდი, რომ მდევარი არ დადევნებოდა ხალატით მედიას ძმა აფსირტე როგორ მოკლეს, როგორ დაანაწევრეს და მიმოფანტეს მისი სხეულის ნაწილები, რადგანაც იცოდნენ, რომ სანამ კოლხები არ დაკრძალავდნენ თავიანთ შვილს, მეფის ვაჟს, მანამ მდევარი მათ არ დაედევნებოდა. ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება ძველი კოლხეთიდან, აიეტის დიდებიდან იწყება. კოლხეთის დიდება აიეტის ვაჟის, აფსირტეს ვერაგული მკვლელობით მინაობდა. სრულიად საქართველოსათვის თავშეწირულ მამულიშვილთა ჩამონათვალს აიეტის ვაჟი, აფსირტეთი ვიცხებთ. აფსირტე დიდი კოლხას, ანუ სრულიად ქართლის ღირსება შეეწირა. იგი ღალატი, ტაძარში მიპარვით მოკლეს. ღალატით მოკლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზრიად გამსახურდია. სპარსული კვირილი. თურნას გორგასა! უერიდეთ თავს ამ გლისასა! ჯიქურ მიაგებდა ქართველი მეფე შაჰისფას. ბრძოლის დროს იღლია მოუშიშვრდა ვახტანგს. შინაურმა ესროლა გვერდიდან. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. სიკვდილის წინ ძალა მოიკრიბა ქართველთა მეფემ და ბრძანა. მე ახლა წავალ წინაშე ღმერთისა ჩემისა, ხოლო თქვენ ქართლოსის შთამომავალნო მოგიშორეთ. მტკიცედ იდგეთ საქართველოსთვის. სიკვდილის შემოხვა ღამით უჯარმის სასახლეში. ღალატით მოკლეს გუნდერაძე მეფე ვახტანგ გორგასალი. ღალატით მოკლეს საქართველოს გმირი პრეზიდენტი, ზრიად გამსახურდია. ნიგალის ხელში ყლაშო. არაბები დაუბრკოლებლად მიიწევდნენ ქართლისაკენ. არტანუჯის ციხეს მიაშურა. ამალად მისდევდნენ მოღალატები. გვიან გამიხვდა მეფე, ხელში შულად შეხვდა მტერს, ყვალში ჩაუდგნენ. გამობრუნდა და ტაძარში მიაშურა. ტაძარში შევიდა. ტაძარი ყველა დროისთვის, ყველა ხალხისთვის წმინდა და წმინდა. მაგრამ საკურთხეველთან გარს ზურგიდან დაცა მოღალატე მახვილი. სისხლით შეიღება საკურთხეველი. ტაძარში ღალატით მოკლეს აშოტი. ღალატით მოკლეს საქართველოს დიდი პრეზიდენტი, ზრიად გამსახურდია. ინდის ფერია სოფელი თანდათან უბრუნდება.
გაშევი ჩემად სასურად საკაუსარ ჩემბოლე ოსმალე ჩემს ზოლები შენგან ნამცნევი სიყვარულით აღმენთოს გული, რომ ერთათვისაც რომელ თუნდაც გულს ლახვარი მკრა, გთხოვდე შეუნდე, არიციან ღმერთო, რას იქ?